მოგესალმებით, ჯგუფასო, ჩვენერთგულო, მაყურებელო, მსმენელო. ვაგრძელებთ საუბარს პოლიტიკაზე. გუში 14 ივნის ამასლის გონდა აქცია, ერთგვარი მიტინგი საინფორმაციო თურქეთის საელჩოსთან, რომ წარმომადგენლობასაც თურქეთის მხარეს გადავეცით ჩვენი ერთგვარი წერილი მიმართვა უახლოეს ხანში, ჩვენს უახლოეს წარსულში გახორციელებული ნაბიჯების გულისხმობ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართოლომეუსის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მთლიანობაში გესაცდენილია, როგორც ჩვენი წამსის, ჩვენი მართლმადიდებლობას, ჩვენს წარმოდგენას, რომ ჩვენი მაცხოვრის, ჩვენი ხსნელის ეკლესია უნდა იყოს პირველ ყოვლისა მოსოდებული ერთიანობისკენ, ერთიანობისთვის, მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, იმ სიყვარულის და იმ სულიერი ერთობის გასაძლიერებლად. რასაც ამ შემთხვევაში ჩვენ და სამწუხაროდ ვერ ხედავთ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მხრიდან. მოგეხსენებათ, მის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. არა უბრალოდ როგორც ქრისტიან მართლმადიდებლურ წამსთან, არამედ ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებშიც კი ურთიერთობებისთვისაც მიუღებელი გახლავთ. მან თავის მხრივ ძალიან ცუდი როლი ითამაშა, როდესაც დამოუკიდებლად თავწარმოდგენით, რომ ის გახლავთ თითქოს და სოფლიო მართლმადიდებლობის პატრიარქი, თითქოს ის გახდათ მსგავსად რომის კათოლიკური აპისტური აი ამ სექტის ერთგვარი გამეორება, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ამასთან დაკავშირებით თომასი, ქართულად თომარი მიანიჭა რუსეთის ავტოკეფალური ეკლესიის ერთ-ერთ მცირე ნაწილს, რასაც ქვია მცირე რუსეთი, კიევს, ამით დაარღვია საეკლესიო იურისდიქცია და ყოველად შეუწყნარებელი, ყოველად ქრისტიანულად შეუწყნარებელი ქმედება ჩაიდინა. რამაც კიდევ უფრო მეტად ხელი შეუწყო ძმათა მკვლელ ომს, როგორც თქვენ, ცეცხლზე ნავთი დაასხა, ამით ის არ იფარგლება და არ შემოფარგლულა. მეცაც გეტყვით 2016 წელს კრეტაზე ეგრეთ წოდებული ჭყალებში მერვე მსოფლიო საეკლესიო კრება რომ ჩატარდა, რომელ კრებასაც არ ესწრებოდა 4 ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, ჩვენი პატრიარქები, ეს პატრიარქები, კერძოდ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი, ჩვენი უწმიდესი ლეონტასია მეორე, ასევე რუსეთის პატრიარქი, ასევე ბულგარეთის ეკლესია არ ესწრებოდა და კიდევ ანტიოქიის ავტოკეფალური ეკლესია. რომელ კრებამაც განჩინებით მარტივად ყველა 14-ვე დამოუკიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას გაუქმო ეს უკანასკნელი დამოუკიდებლობა და დანარჩენ პატრიარქებს შეთავაზა, რომ
ისინი დამორჩილებოდნენ ან მოსკოვის საპატრიარქოს, ან იერუსალიმის, ან თავად კონსტანტინოპოლის. ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია, ეს კიდევ დიდი განხეთქილების შემტანი აქტი იყო თვით უკვე მართლმადიდებლობის წიაღში. ამას გარდა კიდევ ეს პიროვნება კონსტანტინოპოლის პატრიარქი ქმნის ზუსტად პაპის ვატიკანის სახელმწიფოს ძგარად აიმ ინსტიტუტს და სამივე ამ შემთხვევაში მიღებული ამ გადაწყვეტილებით სამივე გულისხმობ ესე იგი და იგულისხმება მოსკოვის პატრიარქი, თავად კონსტანტინოპოლის პატრიარქი და იერუსალიმის პატრიარქი უნდა დაემორჩილოს რომის პაპს. კარგია. ეს წმინდა წყლის პოლიტიკა. აი დიდი მსოფლიო გეოპოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და მარტივად ჩვენ და სამწუხაროდ ამას დიდი გულისწყობით დავნიშნავთ, რომ ჩვენს წიაღში ეკლესიაში შემოაღწია ანტიქრისტეს სულმა და ის თავის ვინძურ თაცებს ჩვენ სულში აფართოვებს. კიდევ ხას უსვა, რომ ძალიან კარგი გააკეთა ჩვენმა წემსმა, თავად მოწესრიგა ჩვენო ოსმალეთის პატრიარქმა, რომ ამ ავაზაკთა კრებაში მონაწილეობა არ მიიღო ჩვენმა ეკლესიამ. უსვა კრებაზე ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ ჭალებში მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებას. ამას გარდა ის დადის როგორც ვატიკანის სახელმწიფოს პირველი პირი და სასულიერო მაღალი იერარქი და ხდება ის სახელმწიფოს პირველ პირებს, რომელ შეხვედრაზეც მას ასევე როგორც სახელმწიფო მოღვაწის პირველი პირის სტატუსი ეძებდა. და რატო გვაღელვებს თუნდაც ეს? ჯერთი სხვისი ჭირიც იგივე შენი ჭირი უნდა იყოს. ეს გვასწავლა ჩვენმა მაცხოვარმა. იმიტომ რომ სხვისი ტკივილი ჩვენი ტკივილი უნდა. ენერგია ეს ტკივილი მე ჩვენთანაც მოდის. როდესაც საერთო სხეული ავადდება, ის ავადობა ნებისმიერ სხეულზე გავრცელდება. ამიტომ ერთგვარად იმის წარმოდგენა, რომ აი მე რა მოხდა ახლა, სამეზობლოში მოხდა ერთმანეთთან და ჩვენ არაფერი. არ არის ეს ბატონო. საკ. ჩვენ სამეზობლოში რომ ხდება და რაც ხდება, ეს მე ჩვენზეც ისახება. ეს გვინდა თუ არ გვინდა? ესეთი არის კანონი, ესეთი არის ბუნება, ზოგადად ცხოვრება. შემთხვევით არაფერი არ ხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმართეთ თურქეთის საელჩოში წერილით და თურქეთის მხარეს, რომ იქ დაძაბული ვითარება, ვინაიდან მისი ამ ნაბიჯებიდან გამომდინარე მართლმადიდებლურ ქრისტიან თემსა და მუსლიმ თემს შორის არ მოხდეს დაძაბულობა და ამ უკრაინის მიერ ასეთმა ნაბიჯებმა თვით კონსტანტინოპოლში ამ შემთხვევაში ის თურქეთის სახელმწიფოს დედაქალაქში ისტანბულში არ გამოიწვიოს ქვეყნმა პრობლემებმა, რაც პრინციპში უკვე დღის წესრიგში დგას, ვინაიდან უკვე ამის ამ ნაბიჯების გამო თურქეთის პროკურატურაში შეტანილია ერთ-ერთი პარტიის მიერ აცხადება სასამართლოში ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელიც თავს სოფლიო პატრიარქად უწოდებს და ასეთად თავს რაცხვს არ გვაქვს თურქეთის კონსტიტუციას. ამ ადამიანმა სწორედაც ტყუილად გაწყობილი ქრისტიანთათვის ძალიან ტყუილად გაწყობილი ძალების დავალებით, გარე ძალების დავალებით, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების ესე იგი ბეხრების სპეცსამსახურის აი ამ სტრუქტურის ცენტრალურ სადაზვერვო სამართლის დავალებით იმოქმედა და ასეთადაც მოქმედებს.
რა გარანტია ქართულ კაცს და საქართველოს ქართულ ხარეს იმისთან დაკავშირებით, რომ როდესაც უკვე ტრამპმა გამოაჩინა თავის თავი, ვინ არის და რას წარმოადგენს, ამასთან დაკავშირებით ორი სიტუაცია შემიძლია გითხრა ტრამპთან მიმართებაში, ადრეც შევეხე ამასთან, ამ უკანასკნელ შტრიქს მისი დახასიათებისას, რომ როდესაც პაპი ფრანცისკი გარდაიცვალა, მან გამოფინა მერე თავისი სურათი, ერთგვარი შარჟი კათოლიკების პაპის სამში გამოწყობილმა და მე ამით იხმურა. ესმენით? რა გარანტია გვაქვს ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შემთხვევაში დავალება რომ მიიღოს მან აი ამ ჯოჯოხეთური სახელმწიფოებრივი აი დაჯგუფების მიერ, რომელიც სოფლიოს მართავს, ადრეს მოგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ჩვეულებრივი გლობალისტია, უბრალოდ ეს გლობალისტები გაიყვნენ ორად, ცოტათი მცირედი განსხვავებული მიზნების, აი მიზნის თავარი მიზნის განხორციელების გზებში და საშუალებებშია მათ უბრალოდ ერთმანეთთან დავა, თორე ისე ერთი და იგივე საქმეს ემსახურება ანტიქრისტეს მოსვლას და მის გამეფებას. რომ მიიღოს დავალება და აღიაროს სოხუმის თვითგამოცხადებული აბსოლუტისტების პატრიარქი. და მას გადასცეს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მატათა და სიმონ კანანელი აფხაზეთსა და ჭალაშია ამ მოციქულების ეშთები დასვენებული. არადა დამოუკიდებლობა, ესე იგი იგივე ეკლესიური ავტოკეფალია ენიჭებოდა და ენიჭება ყოველთვის იმ ადგილობრივ, როგორც თქვენ, ადგილობრივ ეკლესიას, სადაც ფეხია დადგმული მოციქულებს. მთელი საქართველოს თითქმის 12-ვე მოციქულს აქვს ნაკადაგები. ასევე ცხინვალის თვითგამოცხადებულ პატრიარქი, რომელთანაც ურთიერთობა და არანაირი სულიერი ეკვასტური კავშირი არ გააჩნია რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას. და ჩვენ დიდი მადლობა ჩვენს დიდ წყერებს ამ შემთხვევაში წყერს თავარს, ჩვენს პატრიარქს, მის უწმიდესობას ილია მეორეს, რომ დიდი ზეწოლის მიუხედავად და ზეწოლა იმასში მდგომარეობდა, რომ მასაც ეღიარებინა, ჩვენს ეკლესიასაც ეღიარებინა თომასი და მისი ესე იგი ეგრეთ წოდებული მცირე რუსეთის საგანგებოდ არ მეორე ამ სახელმწიფოს ეხლავდნენ სახელწოდებას, რომელიც განაპირას თარგმანში ნიშნავს განაპირა რუსეთს, ან მცირე რუსეთს, ვინაიდან ასეთი სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს. იმიტომ რომ ეს არის რუსეთი. როგორც საქართველოა კახეთი, ქართლი, თათუშეთი, ხევსურეთი, ხევი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა, სვანეთი და ასე შემდეგ. ამას მიუხედავად აღარდათ უნდა გითხრათ ისიც, რომ ჩვენს თანაც შემოსულია ეს სეგმი, ვინაიდან ჩვენი პატრიარქის უშუალო ინსებული სიმტკიციდან გამომდინარე ეს ფატალური ჩვენთვის ძალიან დიდი შეცდომა არ იქნა დაშვებული და ამ დაჟინებულ მოთხოვნას, რომ ჩვენს გვეცნო ეს კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ თვითნებურად გადაცემული თომასი, რომელმაც განხეთქილება და განხეთქილება შეიტანა რუსულ ეკლესიაში, გაუძლო ამ შეტევას. უნდა გითხრათ, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პირველი პირი, წყერსთავარი, პატრიარქი კირილეს და მისი ეკლესიის მთავრების მიერ საერთო გადაწყვეტილებით ამ აქტის გამო
ევქარისტიული კავშირია გაწყვეტილი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკა. აი ამ პათოსით იყო გარშვალული ჩვენი წერილი თურქეთის ხარისთვის გადაცემული, რომლის ინტერესიც ამ შემთხვევაში ჩვენ ინტერესთან თანხვედრაში გულისხმობ იმას, რომ უნდა შეჩერდეს ამ ადამიანის იმას კი არ ვამბობ, რომ აი რაღაცა ისეთი ზომები იყოს დამოკიდებული, არა, უნდა დაესვას აი მის ასეთ საგარეო პოლიტიკაში და ზოგადად პოლიტიკაში ასეთ თვითნებურ ჩარევასაც და ამას ეკლესიურადაც უნდა მოეკითხოს პასუხი. იმიტომ რომ ჩვეულებრივი სქიზმატიკოსია, ჩვეულებრივი უნიატია კონსტანტინოპოლის ამჟამინდელი პატრიარქი, რომელიც თავს მსოფლიო პატრიარქათაც ის უბრალოდ ვინაიდან იმ მეფე იმპერატორმა სახელმწიფოებრივად გამოაცხადა რელიგია ქრისტიანობა, ამიტომ არის ის ყოველთვის ადგილობრივი ეკლესიების დროს ყველა სასულიერო იერარქის, პატრიარქის ამ შემთხვევაში იგივე წევსთა შორის თანასწორი, მაგრამ კრებებზე თავმჯდომარე. ეს არ ნიშნავს და ქრისტე ჩვენ ეკლესია ჩვენ ვართ კრებული მორწმუნე ადამიანებისა, თავად ეკლესია. ჩვენ ვართ როგორც სხეული, როგორც ტანი და ჩვენი თავი არის ჩვენი მაწყობა. პაპისტური, კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, რომელიც პირველ პირის თავი წარმოდგენილი აქვს ქრისტეს ნაცვლად, რომელიც ასევე შეითავსებს სახელმწიფო და საერო პირველი პირის თანამდებობას, მარტივად იქ თეოკრატია. სამწუხაროდ ჩვენი უწმიდესი სინოდთან მიმართებაში აქაც უმცირესობაში აღმოჩნდა და გახლავთ. როდესაც თავის დროზე 2011 წელს წინა რეჟიმის პირველი პირის მიხეილ სააკაშვილის მიერ იქნა ინიცირებული კანონი, რომ ყველა რელიგიები, კონფესიები და ასე შემდეგ რელიგიური ორგანიზაციები სახელმწიფოს მიერ უნდა ყოფილიყვნენ დაფინანსებული. ამის გამო საგანგებო კრება სინოდისა მოიწვია პატრიარქმა ვადამდელი წელიწადში ორჯერ ეწყობა. ერთი ყაზახურს აღდგომის შემდგომ წვენალის შესაძლო დღისეულის შემდგომ და მეორე დეკემბრის ბოლოსკენ. აგვისტოში მოიწვია და აქაც უმცირესობაში აღმოჩნდა. რათა ჩვენ ეკლესიას, დედა ეკლესიას თავისი პოზიცია ეთქვა მთავრობისთვის. ეს არაერთის ხდება. ამიტომ ამბობ ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენს ეკლესიაში, ჩვენს ციხეში შემოსულია ანტიქრისტის აი სულისკვეთება, სადაც ჩვენ სულებში ხელს თუ თათს აფათურებს ანტიქრისტე, ის მხეცი. მოშული. რადგანაც კიდევ ამ ხუთშაბათ საღამოს პარასკევში გამოვხდარი უახლოესი პოლიტიკური სამხედრო აქტი ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ამ სახელმწიფომ იერში მიიტანა ირანზე. ჩათვალეთ ეს ყველაფერი მსოფლიო ომის გამოხატული ნიშანი გახდა. თორემ რუსეთში რაც მიმდინარეობს ვათაყვრელი ომი, სადაც კიევის ფაშისტური რეჟიმის მოყვანა სწორედაც დასავლეთის მიერ იქნა ინიცირებული, სწორედაც მათ მიერ იყო ეს კონფლიქტი გაღვივებული, შეტევა რუსეთზე იმიტომ იყო განხორციელებული, რომ ქრისტიანობის ბოლო ფორტეს პოსტი ჩამოშლილი იყო და ანტიქრისტესთვის მოთავისუფლდეს სარგიელი მის მოსასვლელად. ხედავთ, რომ ირანმაც არ დააბრუნა და მან უპასუხა. საშინელი ომია. ადგილ-ადგილ ბოლო ჟამის ნიშნები არის, როდესაც მასწავლას კითხეს, როგორ უნდა შევიცვლოთ სასუფეველის მოახლოება. ადგილ-ადგილ ომები, ჟამიანობა, მიწისძვრები, ეკოლოგიური, სოციალური, პოლიტიკური კატასტროფები.
ვთქვათ, აი ამ კატასტროფებში გვაყოფებს ყველას ის ანტიქრისტი. მარტივად ნაცვალი სიტყვა ის იდეოლოგია, რომელიც ყველასთვის დამგუბრელია. მარტივად ისევთვის დედამიწისეულ ადამიანს. და მისი გამოხატულება პოლიტიკაში ისახება ჩვენს მარტივად ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში ისახება. ამ ვითარებაში ძალზე ნათელია ის წარმოდგენა და ეს გეგმები ვიცით და თვითონ თავად მიერ გაცხადებულია ამ გეგმების შემადგენელი ნაწილები, როგორც ვიტყვი, თავსათაურების სახით, რომ ამ კონფლიქტში მერმე უნდა ჩაერევოს ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო, სპეციალურად კი მანქანა. არადა ჩვენი სამეზობლოა ეს. აქაც იქნება მცდელობები ამერიკის შეერთებულ შტატების პირველ პრეზიდენტს, ამ შემთხვევაში ამჟამინდელ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომ ჩვენი ტერიტორია გამოყენებული იქნეს ამ კონფლიქტისთვის. რომ რომელიმე მხარე გავხდეთ ჩვენ, არადა ჩვენაც ეს მხარე არ უნდა გავხდეთ. ეს არის კატასტროფა. თავის დროზე პირველი მსოფლიო ომის გამჩაღებლებმა, რომლებმაც ეს აუცილებლობად ჩათვალეს, რომ ესე უნდა მოხდარიყო და ამ პირველ მსოფლიო ომშიც და მეორე მსოფლიო ომშიც დიდი წილილი აქვს მიღებული რომის კათოლიკურ ეკლესიას პაპსტის ფინანსურ საბანკო სექტორს და პირდაპირ ვიტყვი, რომ ადოლფ ალოიზოვიჩ იგივე ჩიგუბერი გერმანიის ფაშისტური, გერმანიის ნაცისტური ფაშისტური გერმანიის ლიდერი ბელადი ჰიტლერი მათ მიერ იყო მოყვანილი. მათ უშუალოდ ხელშეწყობა. ამ პერიოდში, როგორც პირველ მსოფლიო ომში და მეორე მსოფლიო ომშიც, გერმანიის სახელმწიფო სტრუქტურებთან, ნაცისტური, ფაშისტური გერმანიის სტრუქტურებთან ძალიან დიდი კავშირები გააჩნდა მათი გარს, მათი წარმომადგენლები უშუალოდ ხელში, არათუ ხელს უწყობდნენ, თანამშრომლობდნენ ბოლომდე. საკონცენტრაციო ბანაკებშიც კი აი ამ სადაც ადამიანებს წვავდნენ, აჭამებდნენ და ასე შემდეგ რომის კათოლიკური ეკლესიის მაღალ ჩინოსანი, მაღალი სასულიერო იერარქიის პირები იყვნენ ჩართულები. აღარ ვსაუბრობ, რომ სწორედაც ასევე მათმა ფინანსებმა, არა მარტო ამერიკის იუდაისტურ სიონისტური კლანების მიერ იქნა მოყვანილი ეს, არამედ მათი ფინანსებიც. იმიტომ რომ ესენი ეს ანტიქრისტიანული ძალები ერთმანეთთან კავშირებს, ურთიერთობებს ადვილად მოუვლიან. თუმცა მათშიც არის, რა თქმა უნდა, ამ წრეებშიც ისევ და ისევ პირველობისთვის ბრძოლა. ძალიან ტყუილი იმედები ჰქონდათ და ეხლა დღევანდელი ჩვენი მესვეული ხელისუფალი ხედავს, რომ ტრამპზე დააღწნობა და მასზე იმედების დამყარება იყო დაადრევი და მარტივად ევროკავშირზე კიდევ კარგია, რომ ნატოს ეს უბანა ჩაწერილი იყო თავარ კანონში, კონსტიტუციაში, რომ ნატოში სურს და ჩვენი სურვილია ნატოში უნდა გავწევიანდეთ, ეს ამას ალბათ მიეხედება, მაგრამ კონსტიტუციური უმრავლესობა ამისთვის საჭირო, როგორ გადაწყვეტა თავად ამ შემთხვევაში არსებული დე-ფაქტო ხელისუფლება ამ ფაქტს, ამ საკითხს ეს ათვივანდოთ, მაგრამ მეორეს არის, რომ ჩვენ კვლავ რომ ვაცხადეთ, რომ აი 2028-30 წლებში როცა გაიხსნება ეს საუბარი, ჩვენ კვლავ რა გვინდა მასეთ ევროპაში, სადაც ევროკავშირში ჩვენ რომ შევიდეთ იმის გულისთვის, რომ დავინახოთ და უკვე ვხედავთ, რომ გერმანიაში გერმანელი ევროკავშირი იქნება რაღაც სამყარო, რაღაცა პოლიტიკურ სამხედრო რაღაც გაერთიანება, რაღაცა კავშირი, ჯანდაბა. როგორც იტყვიან ჯოჯოხეთური ბეხრები მანქანა, სადაც გერმანიაში რომ გერმანელი არ იქნება,
გერმანელი ეთნოს, გერმანელი საფრანგეთში რომ ფრანგიერი არის და ასე შემდეგ. და იყოს რაღაცა ბაბილონი რაღაცა საშინელი წარმონაქმნი, რომელიც წუწუში დასაწყვეტად არის უკვე გამზადებული. არა და ეს ევროპა დღეს ემზადება და მსოფლიო ეს დასავლეთი ამერიკის და ბრიტანეთის კიდე ხას უშვა უშუალო ხელმძღვანელობით და დირიჟორობით ემზადება რუსეთთან კიდევ უფრო მეტ კონფლიქტის არათუ მშვიდობის ჩამოსაყრად კონფლიქტისთვის და ომისთვის. ეხლა იქ ისრაელი რო აღარ იქნება ეს ჯერ კიდევ ჰენრი კისინჯერისა და ზიგნევ ბჟეზინსკის აი ამ ორი იდეოლოგის იმ მეტდასავლეთელების სატანისტური ხროვის თვალსაჩინო წარმომადგენლებს შორის არსებული ორი აზრის გამხმოვანებელი რომლებიც გახდნენ იმაში ერთი აზრი იმაში მდგომარეობდა ისრაელის სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს მას სხვა ადგილი უნდა მიიღოს სხვა ადგილზე უნდა მოხდეს იმ ახალი ისრაელისა და ახალი იერუსალიმის მიღება და აღმოჩნდა რომ ეს ახალი ისრაელი ამ აზრიდან გამომდინარე არის რუსეთის აი ეს მცირე რუსეთის აკრაინა რო ქვია ის ტერიტორია სადაც ახლა ფაშისტი ნაციონალისტი აციშკვლელი ზელენსკია ჯერ კიდევ პრეზიდენტი. ესე იგი ახალი ტალღა უნდა მოხდეს 54 მილიონი იყო უკვე აღარ დაჩეს და მთელი ეს სიონისტები იქ უნდა გადაბარგდნენ და იქ უნდა ააშენონ მესამე ტაძარი და იქ უნდა მოხდეს აი ანტიქრისტეს გამეფება. სხვათა შორის ამის თაობაზე საუბრობდა მრავალი პოლიტიკოსი ამ შემთხვევაში ოდიოზური პიროვნება რუსეთის ფედერაციის პარტია LDPR-ის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი. ინტერნეტში შეგიძლიათ მისი ეს გამოსვლები მოისმინოთ. როგორ ეს ომამდე რო ამბობდა, რომ ეს კონფლიქტი გარკვეული იყო, მერე მიგრაციის პროცესებზე რო ლაპარაკობდა. მარტივად საიდან იცოდა რა მარაცენასწავლებელი იყო ვლადიმერ ჟირინოვსკი ასხები და სხვები? არა, უბრალოდ მათ იციან ის გეგმები და ისინი აჟღერებდნენ ამ გეგმებს. მარტივად იციან საიდან, რომ ერთი დაფარული ადამიანური არ არის. ერთი კაცი რომ რაღაცა გეგმავს, ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს გააჩნია ასევე ის სტრუქტურები, რომელიც სტრუქტურებიც აი მიღებულ გადაწყვეტილებას როგორც იტყვიან, გებულობენ. სამხედროშიც ესია, სპეცსამსახურში ესია, დაზვერვა ქვია უკანასკნელს ამ სტრუქტურას. გაუფარავი და დაუმალავი არაფერი არ არის და ამ გეგმებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი მერე პოლიტიკოსებისთვისაც ცნობილი ხდება და გარკვეულწილად საზოგადოების მომზადება ხდება, რომ როგორ რა უნდა მოხდეს. ძალიან რთული პერიოდში ვყოფებით. ჩვენ გვმართებს, აი, ქართულ ოცნებას გვმართებს მის მესვეულს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ხელი ავიღოთ ყოველგვარ კავშირებზე, კავშირში შესვლაზე. და ქვეყანა გამოვაცხადოთ სახელმწიფო მიუმხრობელი პოზიცია, რასაც ქვია ნეიტრალიტეტი, განსაკუთრებული სტატუსი. ჩვენ არავის კონფლიქტში არ უნდა შევხვდეთ. და გავყოთ თავი. არავის ხარი არ უნდა წარმოვიდგინოთ, თუმცა ჩვენი აზრი უნდა გაგვაჩნდეს, სადაც ვინ მართალი არ არის, ჩვენი პოზიცია უნდა ვთქვათ. გამოგვეცილოთ. მით უმეტეს, რომ ჩვენ ყველასთან ეკონომიურად, მეგობრულად უნდა ვიურთიერთოთ. და თუ შევხედავთ იმ დიდ აყალმავას, რის გამოც ჩვენს ჩრდილო მეზობლის თავს ხდება რუსეთის ფედერაციისთვის. თავს ხდება, ეს არის აი აბრეშუმის გზა. იქიდან ჩინეთი ვერ გაიტანს რუსეთიდან. ერთი პატარა ყელი დარჩა, რასაც ქვია კავკასია, სამხრეთ კავკასია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც აზერბაიჯანს, ისე საქართველოს.
და აქ არის ანაკლიის სპორტი, სადაც ჩინეთს დიდი თანხა აქვს ჩადებული, გზების სხვათა შორის კარგად მოგეხსენება ჯერ კიდევ მიშა სააკაშვილის დროს გზების შემოვლობა თავის თავზე აიღო ჩინეთის კომპანიებმა, ჩინურმა კომპანიებმა. ამ დროს ევროპარლამენტარები, ევროკავშირის პარლამენტარები პირდაპირ აცხადებენ და ამერიკაც უკვე ამას აშკარად ახმოვანებს სახელმწიფო დილნის პირით არაერზის ახმოვანებული, აქ თავიანთი ინტერესებიც უნდა ჰქონდეს, ნუ რა თქმა უნდა, ამერიკას და ევროკავშირს. ესე იგი, ჩვენი ინტერესები არანაირად არ არის დაკმაყოფილებული და არ უნდა იყოს დაკმაყოფილებული და ამერიკის და ევროკავშირის ინტერესები უნდა იყოს. აი ესეთი ჭალებში კომპეტენტური აზრის მატარებლები არიან და აზრები გააჩნიათ ევროპარლამენტარებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებსა და კონგრესმენებს. ამიტომ ჩვენ უნდა გადავხედოთ და აი და მოუწოდებთ ყველას, ვინც აზროვნებს, რომ აქეთკენ გამოსავალი არ არის ამ კუთხით თუ გავაგზავნეთ, ჩვენ შეიძლება ეკონომიურად ვითანამშრომლოთ. რატო არ გვიხსნის ევროკავშირი თავის ბაზარს? ჩვენთან სოფლის მეურნეობის პროდუქციას ვერ გავიტანთ თუნდაც? არ ჭირდება ეს უკანასკნელი. და კარგად ვიცით, მთელი სოფელი დაცარიელდა ამ 30 თუ 35 წლის 35 წლის მანძილზე გატარებული პოლიტიკის შედეგად და ჩვენ ქართველები პარაზიტებად გვაქციეს. სოფელი ჩამოვიდა ქალაქში და ქალაქი და ვინც ვერ დაეტია, მე გავიდა. დემოგრაფიული დიდი გადინება. ცოტა ხანში, სულ რამოდენიმე წელიწადში ჩვენ უმცირესობაში ვიქნებით ეთნიკურად ქართველები. იმის მაგივრად რომ ხელი შეეწყო სოფლის მეურნეობას და ეს მაინც გაგვაჩნია, ხო? ეს პოტენცია მაინც გაგვაჩნია, ეგაც არაფერი. პროდუქცია შემოგვაქვს, საკვები პროდუქტი შემოგვაქვს რუსეთიდან, თურქეთიდან, აირანიდან. ხილი ვერ მოგვიყვანია, ხორბალი ვერ მოგვიყვანია, თუ რა არის საქართველოში. 7-ვე გეოგრაფიული სარტყელია საქართველოში. აქედან გამომდინარე, ეტყვით, რომ სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, მალეს ბოლო ჟამია და ჩვენ უნდა ვიყოთ ხიზლად ამეთუ ეს უბედურობები, რაც ჩვენს ირგვლივ სამეზობლოში ხდება, იქ არასდიდებით არ უნდა გავყოთ თავი. ამ თემებს კიდევ უფრო მეტად დავშვით შემდეგ საუბრებს. გავაგრძელებთ ამ კუთხით, მადლობთ ყურადღებისთვის.